რამდენიმე წუთის წინ დაახლოებით 9 საათიანი შესვენება გამოცხადდა ამ დროის მანძილზე 3 მოწმეს მოусმინა სასამართლო, მათ შორის ერთ-ერთი არის მოწმე პოლიციელი, რომელიც არის გამომძიებელი, ის არის ატაკის შემდგენი 12 სინდისის პატიმრის წინააღმდეგ და სწორედ მისი განცხადების საფუძველზე დაადეს ხელბურკილები, მათ შორის ზვია ცეცხლაძეს და არაერთ სხვა სინდისის პატიმარს. დღეს ასევე სასამართლომ მოусმინა ორ მოწმეს, რომელიც ერთი იყო თბილისის მერიის წარმომადგენელი, მეორე პარლამენტის წარმომადგენელი. თავდაპირველად ჩვენებებში ორივე ამბობდა, რომ დემონსტრანტებმა დააზიანეს თბილისის მერიის ბალანსზე არსებული სხვადასხვა ნიშნები და ასევე ამბობდნენ, რომ დააზიანეს პარლამენტი, თუმცა მაშინ როდესაც უკვე ადვოკატებმა დაიწყეს კითხვების დასმა, რის საფუძველზე ჰქონდათ მათ ეს ინფორმაცია, ამაზე უკვე დამაზუსტებელი პასუხები ვერ გაიცა, რა თქმა უნდა, ვერც ერთი სინდისის პატიმარი მათ ვერ ამოიცნეს და ვერაფერზე დაყრდნობით ვერ თქვეს, რომ რომელიმე კონკრეტულმა ბრალდებულმა დააზიანა ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე საგზაო ნიშანი ან უშუალოდ პარლამენტის შენობა. რაც შეეხება გამომძიებელს, რომლის ჩვენება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და რომლის პატაკის საფუძველზეც არაერთ დაადეს ხელბურკილები, ის ამბობდა, რომ მას კონფიდენტმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა პიროვნებებმა ჩაიდინეს დანაშაული ან აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობას და სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე მიმართა უკვე საგამოძიებო უწყებას. მცირე ხმაურით მოყვა იმ ფაქტს, როდესაც უკვე გამომძიებელს პასუხების გაცემაში პროკურორი ეხმარებოდა. აქციის მონაწილეების მიერ დაზიანებული იქნა პარლამენტის რაღაც გარკვეული ინფრასტრუქტურა. კორპუსის, ხდომათა დარბაზის, ხმის მიცემისა და ხმის მიცემის აპარატურის სასერვერო. შემდეგ დაზიანებული იყო ერთ-ერთი სამუშაო კაბინეტის კონდიცირების სისტემის გარე აგრეგატი, შენობის, სასახლის მინაპაკეტები, ფანჯრები, მინაპაკეტები, გარკვეული რაოდენობის. აგრეთვე იყო დაზიანებული ამ მინაპაკეტების და ფანჯრის დაზიანების შედეგად დაზიანებული იყო ფარდა ჟალუზები. სამშენობაში რამდენი ნარისო ზიანი მიადგა? 58536 და 85 თეთრი. უშუალოდ დაინახეთ ვისი მხრიდან იყო ეს დაზიანება? ბატონო. აი უშუალოდ გამვლელი იყო, ან აგრესიულად განწყებული ადამიანები იყო და ასე შემდეგ. ამის აპრიორი გამორიცხვა შეგიძლია? ეგეთი რამე ხო, რუსთავები 1000 ადამიანის ხო რომ შეიძლება გამვლელიც ყოფილიყო. უცნობია ეს კონკრეტული ადამიანები, ვინც დღეს ბრალდებული სკამზე არიან. თუ არა მონაწილეები 100 არის, ხო? კი ბატონო, ჩემთვის უცნობია აღნიშნული პიროვნებებმა მიიღეს თუ არა კონკრეტულად იმ მოქმედებაში მონაწილეობა. 29-დან 3 დეკემბრის ჩათვლით რაღაც შესაბამისი დაძაბული სიტუაციები იყო პარლამენტის წინ და პირდაპირ ეთერითაც გადმოიცემოდა იქ ნათლად ჩანდა, რომ აქციის მონაწილეების მიერ ამ საგზაო ნიშნების დემონტაჟი და იქ რაღაც ბარიკადებად გამოყენება და არ დაგინახოთ, არც ვინმესგან ხო არ გსმენიათ სავარაუდოდ ვინ შეიძლება ყოფილიყო დამრღვევი. არაფერი. 2024 წლის 4 დეკემბერს პირადმა კონტაქტმა მომაწოდა ოპერატიული ინფორმაცია მასზე, რომ ზვია ცეცხლაძე და პატაკში მითითებული სხვა პირები ორგანიზებას აწყობენ აგრესიული მომიტინგეების უკანონო ქმედებებს. საწინააღმდეგო ნივთები სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ან ადვილად ავლების სითხეები, ან ფეერვერკის შენახვა დაუშვათ სახლში რომელ კანონს ეწინააღმდეგებოდა თქვენზე? ოპერატიული ინფორმაცია მქონდა, რომ ის ნივთები, რომელიც ინახებოდა დაუშვათ ან პირადად, ან სახლში, ან მანქანაში, ხო, მაგ ნივთებს გამოიყენებდნენ უკვე მანიფესტაციაზე. სინდისის პატიმრების პროცესი დაახლოებით 9 საათში გაგრძელდება. ჩვენებას მისცემს მოწმე პოლიციელი, რომელსაც ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებული სტატუსი აქვს.